უპატრონოდ მიტოვებული შენობა დაბა ოჩხამურში ნახევარსაუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის მქონე კულტურის სახლი გაძაცული და განადგურებულია. წიგნები თაროების ნაცვლად იატაკზე ყრია, ყველა ფანჯარა კი ჩამსხვრეულია, ინვენტარი გამქრალი. გოგიდა გოგიტიძე მუშაობდა თემაზე. ეს მოაჯირები იყო რკინის სახა, ეს არის ახსნილი მთლიანობაში გაკეთებული უნიკალური მოაჯირები რკინის. და ახალიც გაკეთებული არის, ანუ ამ ფილების აღებაც უნდა ეთყობა. ოჩხამურის კულტურის სახლი ნგრევის პირასაა. გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული, ერთდროს მოწინავე ხელოვნების ცენტრი დღეს ნანგრევებად აქცეული. წაქცეული კოლონადები, ახსნილი თუჯის მოაჯირები, დაზიანებული სახურავი, განადგურებული ინვენტარი. დაბის მოსახლეობა ყოფილ ხელისუფლებას უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის მოსulis შედეგად კულტურის სახლი დაემგონა რეიხსტაგის ციხის ნაგებობას. რა გარედან და რა შიგნიდან. არავინ არ აქცევს ყურადღებას, არც ეკონომიკის სამინისტრო, არც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლება, ხო შეიძლება დაიცვა ხალხისაგან, რომ ესეთ დღეში არ შეიყვანოს. ოჩხამურის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული მურად ბერიძე ამბობს, რომ მისი გამგებლობის პერიოდში დარბაზში ძვირადღირებული 3 იარუსიანი ჭაღი ეკიდა, თუმცა როგორც განმარტავს, სად წაიღეს არ იცის. 2010 წლის სექტემბრიდან როცა მე გადმომიყვანეს ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულად, იმ პერიოდში გარკვეულწილად იყო შემონახული იერსახე ქონდა ამ შენობანაგებობას, ჭაღი რომელიც აქ იყო, ნამდვილად იყო ეს ჭაღი, მაგრამ დღეს პირველად შემოვედი იმის შემდეგ და ეს აღარ დახტა. თავარია გქონდეთ მომავალ თაობას, ისეთი გასართობი ცენტრებიც და შეკრების ადგილები, როგორიც იყო კულტურის სახლი. თქვენ თვითონ ხედავთ თუ რაოდენიმე მნიშვნელოვანი დიზაინი აქვს დღესდღეობით ამ შენობანაგებობას და კიდე არ არის დაგვიანებული რომ მოხდეს ამის აღდგენა. აი ხედავთ ჩვენ უნიკალური წიგნები, უნიკალური ღირსშესანიშნაობები როგორ ნათქვამდება. საბჭოთა მეურნეობების დაშლის შემდეგ სოფლის ბიბლიოთეკის ბედის გაურკვეველი დარჩა. ადგილობრივების თქმით, წიგნების შენარჩუნებაზე არავინ იზრუნა. ფიქრობენ, რომ კულტურის სახლის ფუნქციონირება ხელისუფლების ნებაზე იყო დამოკიდებული. აი ეს უნიკალური წიგნები, უნიკალური ღირსშესანიშნაობები, აი საბენაო წიგნებიც, აი ნახე როგორ მდგომარეობაშია, განადგურებულია. ეს არის ყველაფერი იმ უსუსურობის გამო, იმ უნიათობის გამო და თავისი არაპოლიტიკური მიზნობრების გამო, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა. ადგილობრივები ყოფილი რწმუნებულის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. დაბა ოჩხამურის ტერიტორიული ორგანოს ახალ რწმუნებულად რამდენიმე დღის წინ დანიშნული მეურნეობის ყოფილი დირექტორი პასუხისმგებლობას არ იზიარებს. 1998 წლიდან 2000 წლამდე მე ვიყავი საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, მაშინ კომბინატი ერქვა ამას და მაშინ კი იყო ყველაფერი ადგილზე. ჩვენ ვასუფთავებდით ყოველთვის ამ მიმდებარე ტერიტორიას და რაც შეგვეძლო მაშინ იმ ფინანსური ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და შემდეგ მე 12 წელიწადი არ მიმუშავე და 12 წელს მერე რომ დაუბრუნდი და რწმუნებული გავხდი, გამგებლისწუნებული, ეს კი ხედავთ რა მდგომარეობაშია დღესდღეობით და იმ დანაშაულებს თუ იმეს მიუძღვის ამას დანაშაული და კულტურის სახლი არ მუშაობს, გამოიკვლევენ სათანადო ორგანოები. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ოქტომბრის განკარგულებით აღნიშნული შენობა ნაგებობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, სადაც აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მისი რეაბილიტაცია არ იგეგმება.